პარიზის ავიაშოუზე სამშაბათს დაძაბულობა მიმატა მას შემდეგ, რაც ისრაელის ერთ-ერთმა კომპანიამ საფრანგეთის მთავრობის წინააღმდეგ სარჩელი შეტანის გეგმის შესახებ განაცხადა. იარაღის მწარმოებელ 4 კომპანიას საფრანგეთის ხელისუფლებამ აუკრძალა გამოფენაზე მონაწილეობის მიღება, რადგან მათი განცხადებით ისინი ღაზაში ისრაელის ომთან დაკავშირებულ შეტევით იარაღს წარმოაჩენდნენ. ეს სტენდი დაახლოებით 1 წლის წინ ვიქირავეთ. სტენდის ნახაზები რამდენიმე თვის წინ გაუგზავნეთ საფრანგეთის ხელისუფლებას და ასევე ჩვენი ყველა აღჭურვილობით გავიარეთ საბაჟო შემოწმება. ახლა კი ყოველგვარი წერილობითი შეტყობინებების გარეშე გამოფენის წინა დღეს მათ გადაწყვიტეს ჩვენი სტენდი დახურონ. ჩვენ საფრანგეთის მთავრობის წინააღმდეგ სარჩელის შეტანას ფინანსური ზიანის მიყენების მოტივით ვაპირებ. იმის გამო რომ არ მოგცეს წვდომა ჩვენს მიერ ნაქირავებ ფართზე. როგორც წესი, როდესაც შენ გაქვს ფართი და ვინმე გიშლის ხელს მასზე წვდომას, უფლება გაქვს უჩივლო და ჩვენ ვუჩივლებთ საფრანგეთის მთავრობას, რადგან ვფიქრობთ, რომ ეს უსამართლო ქმედებაა. აღშფოთება და გაღიზიანება გამოხატეს ასევე ელბიტ სისტემსის წარმომადგენლებმა და ამ ნაბიჯს დისკრიმინაციული უწოდეს. მე ძალზედ იმედ გაცხრუებული ვარ. გამოფენაში დიდი თანხა ჩავდეთ. ჩვენ არ გვესმის გადაწყვეტილების უკან ლოგიკა. ჩვენი პერსპექტივიდან ეს დისკრიმინაციაა, რადგან ირგვლივ ყველა ერთსა და იმავე სისტემებს წარმოაჩენს. ფრანგული მხარის გადაწყვეტილება დაიცვა საფრანგეთის პრემიერ-მინისტრმა ფრანსუა ბაირუმ. საფრანგეთის მთავრობის დიპლომატიური არჩევანის გათვალისწინებით, კერძოდ ღაზის სექტორთან დაკავშირებული ძალიან დიდი შეშფოთების გათვალისწინებით, ჩვენ არ შეგვეძლო არ გვეჩვენებინა, რომ ვიცავთ გარკვეულ დისტანციას. ჩვენთვის მიუღებელი იყო შეტევითი ხასიათის იარაღის ასეთ გამოფენაზე წარმოჩენა. ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც ისრაელის იარაღის მწარმოებლები საფრანგეთში წინააღმდეგობას აწყდებიან. მათ 2024 წელს სახმელეთო თავდაცვის გამოფენაზე მონაწილეობის მიღება აუკრძალეს, ხოლო საზღვაო თავდაცვის გამოფენაზე მხოლოდ პარიზის სასამართლოს გადაწყვეტილების შემდეგ დაუშვეს.